მე ლოცვაშიდაც ვახსენე თუ გახსოვთ, ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ ღმერთისა გამარჯვებებისთვის და მადლიერი უნდა ვიყოთ ღმერთისა, რომ დამარცხებებშიდაც ის ჩვენთან არის. ის არასდროს არ გვტოვებს. იმიტომ რომ შეუცნობელი არიან ღვთის გზები. ჩვენ არ ვიცით რა მიმართულებით ვითარდება. იცი როცა კულმინაციასთან მიდის საქმე, მაშინ ვერთვებით ხოლმე და მაშინ ვიწყებთ განგას, მაგრამ ხშირად სამწუხაროდ. ჩემდა და თქვენ და სამწუხაროდ. ხშირად შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობს. რაღაცეები აღარ იცვლება. გასაგებია? ასე რომ, მოდი ყურადღებით და ფხიზელი ვიყოთ მანამდე სანამდე არის დრო. წმინდა წერილი ამბობს, მაშინ ფხიზლეთ სანამდე არის დრო. იმიტომ რომ შეიძლება დრო დამთავრდეს. შეიძლება რაღაცეები გაჩერდეს. შეიძლება შეუქცევადი პროცესები დაიწყოს. ასე რომ ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა, განგვედიდებინა ღმერთი ერთად და გვეთქვა რომ ღმერთი პასუხობს ლოცვებს, ღმერთი მოპასუხია. ეს ჩვენი დამსახურება კი არ არის და ჩვენი სიმარჯვე კი არ არის. ხშირად ჩვენ ისე ვლაპარაკობთ, რომ აი ჩვენ რო რაღაც განსაკუთრებული ვართ, მითო პასუხობს ღმერთი ჩვენ ლოცვებს. არა, ეს მისი მადლია. ეს მისი სიკეთეა. ეს მისი წყალობა არის, თორე ჩვენ არაფერი არ დაგვიმსახურებია იმისთვის, რომ ღმერთმა ლოცვაზე გვიპასუხოს. დღეს მინდა დრო გამოვიყენოთ და ყველას მოგიწოდებთ მაქსიმალური ყურადღებისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო, ძალიან მნიშვნელოვან თემას. ეს არის გაგრძელება იმ ყველაფრისა, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, მაგალითად პასტორმა ალექსეი ლიძიევმა ილაპარაკა ცათა სამეფოზე და მარადისობის ხმაზე და სუნთქვაზე. მარადისობის ხმა და სუნთქვა ეს შეიძლება მიუღწეველი აღმოჩნდეს თუ ჩვენ ყოველდღიურობაში ძალიან ყურადღებას არ გამოვიჩენთ და არ ვიქნებით ორიენტირებული, არის ერთი კარგი საერთაშორისო სიტყვა, ტრანსფორმაციაზე, გარდაქმნაზე, შეცვლაზე, ყოველდღიურად არ ვიქნებით ამაში. იმიტომ რომ თვითონ პასტორი ალექსეიც ამბობდა ამას ძალიან კარგად, უამრავი ადამიანი არის ორიენტირებული მადლზე, მადლი. მე არ ვამცირებ მადლს, პირიქით. მადლობა ღმერთს მისი მადლისთვის. მაგრამ მადლით ჩვენ ვიღებთ, როგორც წინამსახურებაზე ვთქვი, მადლით ჩვენ ვიღებთ საფუძველს. მადლით ჩვენ ვიღებთ ფუნდამენტს. გახსოვთ წინამსახურებაზე ვინც იყავით და ვინც ესწრებოდით, პირველი კორინთელების 3 მეათე მუხლი. წმინდა მოციქული პავლე ამბობს, მე როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა საძირკველი დავდე, საფუძველი დავდე. ეს არის მადლით. ეს ჩვენ არ დაგვიმსახურებია, ეს ჩვენ არ გვიყიდია, ეს ჩვენ არ გამოგვიწერია, ამას ჩვენ ვერ მივიღებდით, ეს არის მადლით მოცემული, ღმერთმა მოგცა საფუძველი. ეფესელების 2 მეათე მუხლები. მადლით ახართ გადარჩენილნი რწმენის მეშვეობით. ეს არაა თქვენგან, არამედ ღმერთის მადლის ნიჭია. არა საქმეთაგანო. წმინდა მოციქული ამბობს, რათა არავინ დაიკვეხნოს, მაგრამ თუ შემდეგ მუხლს აიკითხავთ, მიხვდებით რისთვის არის ეს გადარჩენა ჩვენში. ეს გადარჩენა მითო კი არ არის, რომ გადარჩენილებმა მე უფრო კარგად ვცოდოთ. არა, რათა მისი ქმნილებანი ვართო, მის მიერ შექმნილი კეთილი საქმეებისთვისო, დიდება უფალს. გასაგებია? ანუ რისი თქმა მინდა? მადლით გვეძლევა ჩვენ საფუძველი. მადლით გვეძლევა ჩვენ მიწა, ყანა, ხამირი, რომელიც უნდა დავამუშაოთ და რომელზედაც უნდა ვთესოთ მერე, რომ მოვიმკათ. გასაგებია? ამიტომ ამბობს წმინდა მოციქული პავლე, რომ მე როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა საძირკველი დავდე და არა ვიძალოთ სხვა საძირკვლის დადება, რომელიც დადებულია, რომელიც არის ქრისტე იესო. მაგრამ ეხლა თითეულმა უყუროსო როგორ აშენებს მასზე და ასევე არ არის ეს კითხვა დასმული, მაგრამ მე გეტყვით, თითეულმა ასევე უყუროს რით აშენებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ აშენებ, რით აშენებ და თუ გავითვალისწინებ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ ნათქვამ იგავს სახარებებში, ვის შევადარო გონიერი კაცი, თქვა უფალმა. ის გავსო კაცს, რომელმაც თავისი სახლი ააშენა ქვაზე, კლდეზე. მოვიდა მდინარე, მოვიდა წვიმა, ამოვარდა ქარი, ადიდნენ მდინარეები, ეკვეთნენ ამ სახლს და ვერაფერი ვერ დააკლეს, იმიტომ რომ კლდეზე იყო ის აშენებული. მყარ საფუძველზე იყო აშენებული და ეთყობა სწორად იყო აშენებული.
იმიტომ რომ როგორ კლდეზედაც არ უნდა იყო აშენებული, თუ კარდონის სახლს ააშენებ, ძალიან მსუბუქს ისეც. ქაღალდის სახლს, ქარი წაიღებს. ის არ გადარჩება. მაგრამ ვის შევადო უგუნური ადამიანი, რომელმაც ადგა იოლი გამოსავლები ნახა, ქვიშაზე, სადღაც ისეთ, ააშენა რაღაც ისეთი. კარდონის ქაღალდებისგან მოვიდა წვიმა, ამოვარდა ქარი, ადიდდა მდინარეები, ეკვეთა ამ სახლს და დაანგრია და ფრიად დიდი იყო მისი დაცემაო. იცით მეგობრებო, ხშირად ჩვენ მეც თქვენ შორის, მე კი არ ვამბობ, რომ ეს თქვენ მოგდით მარტო, არა, მეც მომქონია ასეთი დღეები, ხშირად ვაბრალებთ ქარს, წვიმას, მიწისძვრას და სხვა რაღაცებს. აი, იმან რომ მითხრა, ესე იმის ბრალია ყველაფერი. აი, ეშმაკი რო ბოროტია, მისი ბრალია ყველაფერი. აი, მსოფლიო კრიზისი დაიწყო და მაგის ბრალია ყველაფერი. მაგრამ ერთი რამე გაიგე, ჩემო ძვირფასებო, ქარი და წვიმა იმ სახსაც ეკვეთა, მაგრამ იმას ვერაფერი დააკლო. იმიტომ რომ სამ კითხვას პასუხობდა ის სახლი, დაიმახსოვრეთ. რა იყო ეს კითხვა? სად იყო აშენებული? ანუ როგორ ფუნდამენტზე იყო აშენებული? მეორე, როგორ იყო აშენებული? ეს ორი ადგილი რო გავაერთიანოთ. როგორ იყო აშენებული და მესამე, რით იყო აშენებული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე წმინდა მოციქული პავლე პირველი კორინთელების მესამე თავის მეათე მუხლში ქვევით, როცა ის ლაპარაკობს, რომ თითეულმა უყუროსო როგორ აშენებსო, იქვე ლაპარაკობს, რომ საშენ მასალაზეც, იმიტომ რომ ვინც აშენებსო ამ საძირკველზე და 6 სახის საშენ მასალას თulis. ხეს, ნამჯას, თივას, ძვირფას ქვას, ოქროს და ვერცხლს. თითეული საქმე ცეცხლით გამოიცდებაო, თუ იქ წვიმა და წყალი ცდის, ჩვენი მაცხოვრის მიერ მოყოლილ იგავებში, იქ წვიმამ და წყალმა და ქარმა გამოსცადა სახლი და ვერ გაუძლო სახმა და დაინგრა. აქ უკვე ცეცხლი ცდის. აქ პავლე მოციქული ამბობს, რომ თქვენს ნაშენებს ცეცხლი გამოცდისო, წინამსახურებაზე ჩვენ ვილაპარაკეთ რა არის ეს ცეცხლი. და ვისი საქმეცო, ანუ ეს შენობა კი არ არის თორმე სინამდვილეში, არც ის იყო სახლი, ისიც საქმეებია. ასაგებია, რაზედაც ქრისტე ლაპარაკობდა. პავლე ამბობს, ვისი საქმეც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურსო. ვისი საქმეც დაიწვებაო, თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისაგანო. ანუ გადარჩენის სხვადასხვა სამეფო არ არის მარტო ხსნა. მერწმუნეთ. თვითონ წმინდა მოციქულმა პავლემ თქვა, ვარსკვლავნის განირჩევიან დიდებითო. ასე რომ რისი თქმა მინდა მეგობრებო, ჩვენ რო ვლაპარაკობთ სათა სამეფოზე და ჩვენ რო ვლაპარაკობთ, რომ ქრისტემ თქვა დაიქადაგება ეს სასუფევლის ეს სახარება, ანუ სამეფოს ეს სახარება, ყველა ერში დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული. ქრისტემ თქვა ასევე წადით და უთხარითო ხალხს, რომ მოახლოვებულია სასუფეველი ცათა. ეს რას ნიშნავს? ჩვენ გვაქვს ერთი კარგი საგალობელი, რომელიც ვიგალობთ კონფერენციებზეც. მოვემზადოთ, მოუსწოროთ გზა უფალს. მოვემზადოთ, მოუსწოროთ გზა უფალს. თუ გახსოვთ, მე არ მინდა ძალიან ბევრი დრო დავკარო შესავალში. მათესახარებაში მოთხრობილი ამბავი, როცა დიდი ნადიმი მოამზადა ბატონმა თავისი შვილის ქორწილისთვის და დაპატიჟა ყველანი და თქვა, რომ აი დაკლულია ნასუქი საქონელი, მობრძანდით, ყველაფერი მზად არის, მობრძანდით ქორწილში. მოწვეულები არ მივიდნენ, გახსოვთ? მიზეზი ქონდათ. ისე კი არა, ბოდიში და არ გვაინტერესებ ხარ, შენ ვინ ხარ და რატო უნდა დაიკარგე აქეთ. ესე არ მისულან, არა, მიზეზი ქონდათ. და სხვათა შორის ობიექტური მიზეზები ქონდათ. ერთმა თქვა ცოლი მოვიყვანე, მეორემ თქვა ხარები ვიყიდე, მესამემ თქვა მიწამაგს დასამალშავებელი, მეოთხე რა ვიცი, ბიზნესზე მივდივარ ასე შემდეგ და ასე. და არ მივიდნენ, მაგრამ მიზეზი არ იყო გათვალისწინებული, ხო გახსოვთ? და მერე დაავალა თავის მონებს, რომ წადითო მოიარეთ გზაჯვარედინები და შეკრიბეთ ყველა, რომ აივსოს ჩემი სახლია. გახსოვთ? მე უბრალოდ არ გეტყვით ახლა ადგილებიდან, იმიტომ რომ არც ვაპირებ ამ თემის გაგრძელებას და იქ როცა შევიდა მერე აივსო სახლი, მოვიდნენ და უთხრეს მონებმა, რა აივსო შენი სახლი? ყველაფერი, ყველა მზად არის, შეიკრიბა ყველა. შევიდაო და ნახა ერთი კაცი, ვისაც არ ეცვა საქორწილო სამოსელიო. ვაუ, იცი როგორ გამიკვირდა თავიდან, როცა ამას ვკითხულობდი. კი, მაგრამ ეს ხო დაპატიჟებული არ იყო, ეს შემთხვევით გზაზე ნაპოვნი კაცი იყო.
გავიდნენ ქუჩებში გზაჯვარედინებზე დაპატიჟეს ყველა და შემოიყვანეს. და შევიდა და შარზე იყო. ესე რო ვთქვა. შევიდა და ნახა ერთი კაცი, ვისაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა. თეუნება მეგობარო, როგორ მოხდი აქ შენო? რას გევხარ? როგორ მოხდი აქ შენ? რა ტანსაცმლით ხარ? რა შესამოსელით ხარ აქ მოსული? და დააუთხრაო თავის მსახურებს, შეუკარით მაგას ხელები და გადააგდეთ გარესკნელის სიბნელეშიო. და იქ იქნება ტირილი და კბილთა ხრჩენა. ეს იცი რას ნიშნავს მეგობრებო? შეიძლება მიწვეულები არ მივიდნენ, იცი ვინ იყო მიწვეული? რჩეულიერი, რომელსაც პირველი გამოეცხადა უფალი. შეიძლება ისინი არ შევიდნენ და ჩვენ მოგვეცა საშუალება ამით შევსულიყავით. ჩვენ მივიღეთ ეს ღმერთის მადლით, ეს საფუძველი, ეს საძირკველი ჩვენ ღმერთის მადლით მივიღეთ. დაუპატიშებლები ვიყავით. არ გვეკუთვნოდა და მივიღეთ. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენ მომზადებას. როგორ ემზადები ამისთვის? იმიტომ რომ გამოცხადების წიგნი ამბობს, მიეცაო მის საპატარძლოს, რომ ჩაეცვა ნათელი და წმინდა ბისონი. და ბისონიო წმინდანთა სამართლიანობა. იცი ეს დღეები, დღეს რო აგზიხართ, ეს რაღაც აბრაკატაბრას დღეები კი არ არის, რაღაც მაგიური დღეები, რომ აი ჟრუანტელი დამივლის და ეს მომზადებაა ძვირფასებო. ღმერთი გვამზადებს ჩვენ. იგზავნება ღმერთის სიტყვა თითეულ ჩვენთაგანზე. ვინც გულის ყურით მოისმენს და მიიღებს. თუ ჩვენი გული პოხიერი ნიადაგი აღმოჩნდება. დათესილი სიტყვა აღმოცენდება და ნაყოფს გამოიღებს. გასაგებია? ეს ნაყოფი განადიდებს ღმერთს. სწორედ ეს არის მზადება ცათა სამეფოსთვის. სწორედ ეს არის მომზადება ჩვენი სამოსელის, იმიტომ რომ სამოსელი, როგორც მეორე კორინთელების მეხუთე თავში წერია, თუ გადაშლით მეორე კორინთელების მეხუთე თავს, ჩემთან ერთად ჩემო მეგობრებო, აქ ნახავთ, რომ სამოსელში რას გულისხმობს წმინდა მოციქული პავლე. რადგან ვიცით, რომ პირველივე მუხლიდან რადგან ვიცით, რომ როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი, კარავი ღმერთისაგან გვაქვს შენობა, ცაში, ხელთუქმნელი, სახლის საუკუნო. ვინაიდან მართლაც ვოხრავ და ვნატრობ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას. ჩაცმაზეა, მერე წერია, ოღონ შემოსილნიც შიშულები თუ არ აღმოჩნდით. ვინაიდან მართლაც ამ კარავში ტვირთქვეშ ვოხრავთო. აქ არის მიწიერ ცხოვრებაზე და მარადისობაზე ლაპარაკი. და ესე იგი, მარადისობაში აქ ვიმოსებით, მარადისობისთვის. იქ სახლს აქედან ვაშენებთ. გასაგებია? რით ვაშენებთ? ჩვენი ყოველდღიურობით. იმით, რაშიდაც ღმერთი გველაპარაკება. მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ. ახლა ზურა არ არის აქ, მაგრამ არიან სხვები, ვინც მშენებლობასთან ახლოს არიან. თუ გაგიგიათ ესეთი ტერმინი, სტანდარტები. მშენებლობა როცა მიმდინარეობს, ის უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს. სხვათა შორის დღეს უსაფრთხოება ძალიან ყურადღებით არის ამაზე. მიდიან, ზომავენ კედლის სისქეს, ზომავენ ბეტონის მარკირებას, ზომავენ სვეტებს, ზომავენ ყველაფერს, რომ დარღვეული ხო არ არის სტანდარტები, როგორ არის საქმე. იმიტომ რომ ის არ დაინგრეს და არასწორად არ იყოს. იცი, ჩვენი მომზადება დღეს შენი და ჩემი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს და ამიტომ ამბობს წმინდა მოციქული პავლე, რომ საკუთარი თავი გამოსცადე და საკუთარი თავი გამოიკვლიე თუ ხარ რწმენაში. იმიტომ რომ, თუ არ იცნობ საკუთარ თავს, რომ ქრისტე შენშია და თუ არა, მაშინ გამოცდას ვერ უძლებ. მაშინ შენ სტანდარტებს, შენი მშენებლობა სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. და შეიძლება მას ჟარიმაც მოყვეს. გასაგებია? მე მინდა სანამდე დღეს რამეს გეტყოდეთ, ერთი მუხლი წაუმძღვაროთ დღევანდელ ქადაგებას. პირველ რიგში და ყურადღებით იყავით. ეს არის იგავების მესამე თავის მეხუთე მეშვიდე მუხლები. იგავების მესამე თავი, მეხუთე მეშვიდე მუხლები. მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენ გონიერებას ნუ დაეყრდნობი. მოусმინეთ კარგად ამ სიტყვებს. კარგი იქნება თუ როცა
ეკლესიიდან წავალთ ჯგუფებში, მსახურებებში ერთმანეთთან იმსჯელებთ ამაზე და ვიმსჯელებთ ამაზე. კიდე ერთხელ წავიკითხავ, მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაენდობი. ყოველ შენ გზაზე შეიცანი უფალი და მის მოგისწორებს ბილიკებს. ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში. უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე. ძველი თარგმანი ამბობს. აქცენტი ნუ იქნები ბრძენიო. ძველი თარგმანი ამბობს, ნუ იფიქრებ რომ ბრძენი ხარ. ნუ იფიქრებ, ნუ გეგონება. ნუ ჩათვლი რომ იცი მე ყველაფერი კარგად არის. არა. უფლისა გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე. რატო გელაპარაკებით ამას? მეგობრებო, თემა რომელიც დღეს უნდა ვილაპარაკო და რაც უნდა გავაგრძელო. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. შეიძლება ეს არ არის ჟრუანტელ როდაგივლის ტანში ისეთი მოსასმენი თემა ემოციებს რო გააღვიძებს, მაგრამ ძალიან მერწმუნე ძალიან სახურატყებო თემა. წინა მსახურებაზე ჩვენ დავიწყეთ თემა, მისი სათაური იყო ვინც უსმენდით და ვინც ნახეთ და ინტერნეტში ვინც ნახეთ იყო ეს ვიდეო დადებული ძალაუფლებასთან დამოკიდებულება. იცი ჩვენ ძალაუფლების და მორჩილების თემა თითქმის გავლილი გვაქვს როგორ ზეპირად იცის ბევრმა ეს თემა ბიბლიის სკოლებში სტანდარტულად ეს, მაგრამ მოქმედებს კი ჩვენი ცოდნა ჩვენ ცხოვრებაში? მოქმედებს კი ჩვენი ცოდნა ჩვენ ცხოვრებაში? ამიტომ დღევანდელი თემა რაც მე მინდა ვილაპარაკო, ეს არის ძალაუფლებასთან დამოკიდებულება, ეს უნდა გავაგრძელო. ჩვენ თუ გახსოვთ წინა მსახურებაზე მეორე ნაწილში უკვე წავიკითხეთ ერთი მუხლი. ეს არის მეორე რჯულის 26-ე თავი. შეგახსენებთ და შეგვიძლია კვლავ მოვძებნოთ. მე-16 მუხლი. მეორე რჯულის 26-ე თავში მოთხრობილია ამბავი მეფე ყუზაზე. სხვა ადგილებში მას ხაზარიაცაც არის მოხსენებული. ვინ იყო მეფე ყუზა? მეფე ყუზა იყო ერთ-ერთი კარგი და წარმატებული მეფე ისრაელის ისტორიაში. მეფე ყუზა იყო ღვთისმოშიში კაცი, ყოველ შემთხვევაში თავისი მსახურების დასაწყისში. მეფე ყუზა უსმენდა ღმერთს და ღმერთს უსმენდა როგორ? მეფე ყუზას ირგვლივ იყვნენ სულიერი ლიდერები, ვისაც უსმენდა ყუზა. გასაგებია? ვის ნათქვამსაც ითვალისწინებდა ყუზა. და ღმერთი აძლევდა ძალიან სერიოზულ წარმატებებს. იცით, მე აქვე მინდა გაგახსენოთ მეორე ნეშტას მე-15 თავი. იქ მეფე ყაზარიაზეა ლაპარაკი. ისა ხიზკიაზეა ლაპარაკი. ასა წერია ზოგ. რომ გამოეგება ღმერთი ისა წინასწარმეტყველი ყაზარია ყოდედის ძე მეფე ასას და უთხრა მისმინე ასა თელო ისრაელო და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის, როცა თქვენ ხართ მასთან. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ. თუ ძებნას დაუწყებთ, ის თავს გაპოვნინებთ, მაგრამ თუ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ. და მერე წერია დიდი ხანი იყო ისრაელი მღვდლის გარეშე და წინასწარმეტყველის გარეშე და დაიწყეს ღმერთის ძებნა მთელი გულით, ეფიცებოდენო ღმერთს ხმამაღლა და ღმერთმა უბოძა შვიდობა ირგვლივო. და კურთხევა მისცა ღმერთმა. აქვე ცოტას გავჩერდები, სანამ ისე მთევას დაუბრუნდები. გაერთიანებული ლოცვით მსახურებაზე ვინც იყავი ჩვენგან. იქ იყო ერთი ამერიკელი პასტორი, ამერიკელი ისა რუსი იყო და ძალიან კარგი სიტყვა თქვა რაღაც. ხშირად ადამიანები ეძებენ ღმერთის ხელებს. ჩვენ ვეძებთ ხშირად ღმერთის ხელებს. გამკურნება გვინდა, ღმერთო გამკურნე. ხშირად ვეძებთ ღმერთის ჯიბეებს. ღმერთო ფული მჭირდება. ღმერთო ხშირად ვეძებთ ამ რაღაცებს, მაგრამ არცაც წმინდა წერილში არ წერია, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ღმერთის ხელები, ან ღმერთის ჯიბეები. წმინდა წერილში წერია ღვთის სახე ეძებეთო. ღვთის სახე ეძებეთ. ღვთის სახის ძებნა ეს მისი სამართლიანობა, ღვთის სახის ძებნა ეს მისი პრინციპებია, გასაგებია და თუ ამას ეძებ, რა თქვა? უფალმა რა თქვა? უწინარეს ყოვლისა ეძებეთ რაო? ცათასამეფო და რა, მარტო ცათასამეფო? მისი სიმართლეო. და ყველაფერი ეს რა იქნებაო? შეგემატებათ, მოგეწევათ, მოგემატებათ. ამენ?
დიდება უფალს. ეხლა ისევ დავბრუნდები მეფე ყუზაზე. მეფე ყუზა იყო ასეთი, მაგრამ დაუკვირდით წარმატების გამრავლებასთან ერთად, წარმატებაში შეცვლასთან ერთად დადგა ცდუნებები. აქედან გამოცხადება მეგობრებო, ერთი თეზისი. ყველა წარმატებას მოყვება საცდური. წარმატება არ არის დაზღვეული საცდურებისგან. გასაგებია? ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმატებისკენ არ უნდა წავიდეთ, რაღაც იქ საცდურებია, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ახეებში არ უნდა გავებად. წარმატებას მოყვა საცდური. და რა იყო ეს საცდური? თუ ამდენი გავაკეთე, ეხლა შენ მოგისმინო? თუ ამდენს მივახციე, ეხლა შენ უნდა მასწავლო? თუ ამდენი ვიშოვე და ხარჯვას ვეღარ შევძლებ? რა შემჭირდება შენი რაღაცა? და ყუზამ ეს იყო ყველაზე ტრაგიკული შეცდომა მის ცხოვრებაში. ყუზამ მღვდლები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სულიერ მღვდელი, მე არ ვამბობ მისი კნინობითი მნიშვნელობით, არა, ჩვენი უფალი მღვდელია. ის არის მღვდელი მელქისედეკის წესით. ჩვენ ყველანი მეფური სამღვდელოება ვართ, ვინც ღმერთს უსმენთ. და ესენი დადგენილი ყავს ღმერთს. თუ წმინდა წერილს თუ ვითვალისწინებთ, მოდი ვთქვათ ყველა მეორე ტიმოთეს მესამე თავის მე-16 მუხლი. მთელი წერილი ღვთის სულიერია. ამენ? ეს მაგის მოგონილი არ არის. არც ხვიჩას მოგონილი, მადლობა ღმერთს. მთელი წერილი ღვთის სულიერია. და ეფესელების მეოთხე თავის მე-11-მე-13 მუხლები ამბობს და მან დააყენა და მან დაადგინა სხვაგან წერია ერთნი წინასწარმეტყველებად, მეორენი მახარებლებად, მესამენი მოციქულებად, მერე მწყემსები და მასწავლებლები. ეს ხუთი ნიჭი. რატო? ქრისტეს სხეულის სამხშენებლობისთვის, მსახურების საქმისთვის, წმინდანთა სრულყოფილებისთვის. ანუ მას მიზანი აქვს. და ყუზამ ეს დადგენილება გაწია გვერდზე, იმიტომ რომ მისი პრინციპები თანხმობაში ვეღარ მოდიოდა ამ ხალხის პრინციპებთან. გასაგებია? მას ეგონა რომ ესენი უშლიან ხელს უკვე. და ვინ არიან ესენი? მე ამ ხელა რაღაცეები გავაკეთე, მე ამ ხელა გამარჯვებები მოვიპოვე, მე ამ ხელა რაღაცები, ამ ხელა ქვეყანას მართავ, მეფეებიც კი მოწიწებით მეპყრობიან. იცი, ვინც ადრე ჩვენი მტანჯველები იყვნენ და ჩვენ დაპყრობას ცდილობდნენ, ეხლა ჩვენთან სამშვიდობო გარიგებას ეძებენ. მოდი მოვილაპარაკოთ. მოდი. და მე თუ ამას მივახციე, ეხლა მოვიდა ვიღაც წინასწარმეტყველი და აბას უსმინი ეხლა კიდე. მიდი რა შენი საქმე ნახე, მე თვითონ ვიცი რას გავაკეთებ. და ერთხელ იმ დონეზე მივიდა მისი როგორ გითხრათ, დაცემა, ეს დაცემაა და მეტი არაფერი. რო ტაძარში შევიდა და მღვდლები გაწია, მღვდლებს ეუბნება გაიწიეთ. თქვენ ისე არ ცემთ თაყვანს, როგორც უნდა ვცემდეთ. ეხლა მე უნდა ვცე თაყვანი. მე უნდა ვაკმიო სამსხვერპლოზე. და ამის მერე კეთრი მოვიდა ყუსას ცხოვრებაში. ის არ მომკვდარა, მაგრამ სიკვდილის ბოლომდე კეთროვანი იყო. და ცალკე კოშკი აუშენეს და ცალკე კოშკიდან მართავდა ქვეყანას. როცა პასტორ ალექსეი ლიძიევთან ერთად ამ თემაზე ვლაპარაკობდი, დაიბადა ერთი თეზისი. აქედან თეზისი. როცა პოლიტიკური მართლობა გაამპარტავდება და სულიერი მართლობის გადაფარვას დაიწყებს, დაიბადება კეთრი. აი, აქ გავჩერდით და მინდა გავაგრძელოთ. სხვათა შორის, ძალაუფლების რამდენიმე წყარო არსებობს და რამდენიმე ფორმა არსებობს. არის პოლიტიკური ძალაუფლება. ძალაუფლების ერთი ფორმა, პოლიტიკური ძალაუფლება. მეორე, არის სულიერი ძალაუფლება. მესამე, ფინანსური ძალაუფლება. არსებობს? მეოთხე, ოჯახური ძალაუფლება. გინახავთ? ყველა ამ ძალაუფლებაში ღმერთს აქვს თავისი დადგენილება. რომელების მე-13 თავის პირველი მე-5 მუხლი ამბობს, რომ ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებას. იმიტომ რომ არ არსებობს ხელისუფლება თუ არა ღმერთისაგან და არსებული მის მიერ არიან დადგენილნი. იცი, ეს მუხლი ბევრისთვის ძალიან ცუდად მოსასმენი მუხლია. ბევრი აი მოკალი და ვერ ჯდება ამაში, ვერ ეთანხმება ამას, რატო უნდა დავემორჩილო. მაგალითად არიან ასეთი
არაფერი არ მაქვს ლიბერალიზმის საწინააღმდეგო, მე ვფიქრობ, რომ ლიბერალიზმის სწორი ფორმა ძალიან ნორმალურია, მაგრამ არის ლიბერალიზმი, რომელიც გასს და ზღვრებს და ძალიან ცუდია. მაგალითად, ლიბერალური შეხედულებების ადამიანებისთვის ეს მუხლი მადისკრიმინარებელი არის, დისკრიმინაციის მატარებელია. ისინი თვლიან, რატო უნდა დაემორჩილო? რატო? მაგალითად, მე მქონდა საუბარი რამდენიმე ღვთისმსახურთან, რომლებიც აი ლიბერალური შეხედულებების არიან. რატო უნდა დავემორჩილო ხელისუფლებას? ამბობენ, ისინი ხო ჩემი დაქირავებულია. როგორ სახში რო რემონტის გასაკეთებლად რო ხელოსანს დავიქირავებ, მას უნდა დავემორჩილო? ისინი ხო ჩვენი დაქირავებულია, ჩვენ ავირჩიეთ, ჩვენ დავიქირავეთ. მეგობრებო, ისინი ჩვენ დავიქირავეთ, მაგრამ ძალაუფლებას ღმერთი აძლევს. გასაგებია? ამიტომ ჩვენ მათ კი არ ვემორჩილებით, ჩვენ ღმერთს ვემორჩილებით. ასე რომ, წმინდა წერილი ამბობს, ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებას. მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ. ყველა ძალაუფლების ყველა ფორმაში არის თავისი საცდურები. ავიღოთ, მოდი, პირველს დავიწყებ, ოჯახური ძალაუფლება. ოჯახში ღმერთს ყავს თავისი წესრიგი დაყენებული. ჩვენ შეგვიძლია ერთი პირით ვილაპარაკოთ, რომ მთელი წერილი ღვთისსულიერია, მაგრამ იქვე ჩვენს მიდგომებში უარყოფთ ეს და ვთქვათ, ღმერთ, არ მჯერა. არ მჯერა. იცი რატომ? წმინდა წერილი ამბობს, და მე არ ვლაპარაკობ ამას როგორც ქმარი, მე ვლაპარაკობ ამას როგორც ღვთისმსახური. წმინდა წერილი ამბობს, ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებას. ამენ? იქ არ წერია, რომ თუ იმსახურებს, მაშინ დაემორჩილოსო. სადმე ნახულობთ ასეთ ჩანაწერს წმინდა წერილში? თუ იმსახურებს, მაშინ დაენორჩილოს. არა. იქ წერია, ყოველი სული დაემორჩილოს. ეს რას ნიშნავს, იცი? წინა მსახურებაზე, ჩვენი ეკლესიის უფროსმა პასტორმა ილაპარაკა თემა. იგივე დამოკიდებულებაზე ილაპარაკა და მან ილაპარაკა, ამ მუხლს მეც წაგიკითხავთ დღეს, ეს არის მათეს სახარების მეათე თავის მე-42 მუხლები. დაუკვირდით, ყურადღებით წაიკითხეთ. ვინც თქვენ ღებულობთ, მე მღებულობს. ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელს ღებულობს. ვინც წინასწარმეტყველის სახელით ღებულობს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს და ვინც მართლის სახელით ღებულობს, მართლის საზღაურს მიიღებს. ვინც ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს დაალევინებს, მოწაფის სახელით ჭეშმარიტად გეუნები თქვენ, მას არ დაეკარგება მისი საზღაური. დაუკვირდით, ვინც თქვენ ღებულობთ, მე მღებულობს. ვინც თქვენ ღებულობთ და ეს წერილია, ეს მე ხო არ მომიფიქრებია. ვინც თქვენ ღებულობთ, ის მე მღებულობს. მეგობრებო, აქვე მინდა ერთი ამბავი გაგახსენოთ. სხვათა შორის მე მინდა დღეს საცდურებს შევეხო. მე უფრო მინდა საცდურებზე გავამახვილო ჩვენი ყურადღება, რომ ძალიან ხშირად ვებმებით ჩვენ ამ საცდურებში. ძალიან ხშირად. წეგან დავიწყე და ვთქვი ოჯახურ ძალაუფლებაზე. ღმერთმა თქვა, წმინდა წერილი ამბობს, მე არ ვიცი მისი საიდუმლოებები ბოლომდე. მე ვერ აგიხსნით, რატო თქვა ასე. ვერ გეტყვით ამას. მაგრამ მან თქვა, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს ყველა ფერში, როგორც უფალს. მაგრამ დღეს სამწუხაროდ ხშირად ეს არის ნათარგმნი ასე, თუ იმსახურებს კიდე შეიძლება, მაგრამ აი მე რამდენჯერ მომისმენია, იცი, გასაგებია, მაგრამ წმინდა წერილში არ წერია, იცი, თუ მაგრამ წმინდა წერილში წერია, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს ყველა ფერში, როგორც უფალს. მეთქი ამ მანქანას რატო აქვს ერთი საჭე და 6 სკამი. მინივენი მყავდა მაშინ. რატო აქვს ერთი საჭე და 6 სკამი? რატო არ აქვს პირიქით? 6 საჭე და 1 სკამი. დაფიქრდა და 6 საჭე რო ქონდეს, როგორ უნდა ატაროო? ზუსტად ეს არის საქმე, ერთმა უნდა მართოს. არ შეიძლება 40-მა მართოს. შევთანხმდებით, მოვილაპარაკებთ. თუ ვერ შევთანხმდებით, აკა იდეალურია მოვილაპარაკებთ და შევთანხმდებით, მაგრამ რო ვერ შევთანხმდეთ, მაშინ ვინც მოერევენ? და ეს არ არის ღვთისნება. წმინდა წერილი ამბობს, ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებას და საერთოდ იცი, ხშირად ხდება აპელირება ნაკლზე. ნუ ნერვიულობ ჩემო ძვირფასო, ღმერთი შენზე კარგად ხედავს ნაკლებს. შენ ნაკლებს მაშინ ხედავ, როცა გამოჩნდა, ღმერთი მანამდე ხედავს, ანამდე გამოჩნდებოდეს. და თუ ღმერთმა ვინმე დაადგინა, შენი სანერვიულო არ არის.
მის გასწორებასაც შეძლებს. მეთანხმებით? როგორ გონია შენ შეგიძლია ვიღაცა გაასწორო და ღმერთს არ შეუძლია? გახსოვთ მირიამი და არონი. როცა გადაწყვიტეს მოსე გაესწორებინათ. ვინ არის რო გაგვიბატონდა? სხვათა შორის რასაც მირიამი და არონი ლაპარაკობდა, მართალს ლაპარაკ, ტყუილი თქვეს? არისო ისე? რასაც მირიანი და არონი ამბობდა თვალებისთვის. მართალს ამბობდნენ, იმიტომ რომ მოსეს მართლა ყავდა უცხოტომელი ცოლი, მე არ ვამბობ ციფორაზე, მეორე ცოლი ყავდა. ისიც უცხოტომელი. მართლა ყავდა უცხოტომელი ცოლი და სხვას უშლი და თქვენ არ მოიყვანოდო. და შენ რო ყავს, აი მაი რო ყავს. და დაიწყეს ლაპარაკი თან ერთმანეთში, საჯაროდ კი არ ულაპარაკიათ. ერთმანეთში დაიწყეს. რას გაგვიპატონ? განა მარტო მაგას ელაპარაკება ღმერთი, მაგრამ ღმერთმა მათთან კი არ დაილაპარაკა. საჯაროდ ილაპარაკა. ღმერთმა ეხლა მოდი უნდა გაგსაჯოდო. ღმერთმა თქვა. კი, თქვენ გელაპარაკებით ღამეულ ხილვაში, მოსეს პირისპირ. არის განსხვავება? და თქვენ უნდა მასწავლოთ მოსე როგორ გავასწორო? თქვენი დამხმარება რო დამჭირებოდა, მე ხა ჩემი სიტყვებით გეუნები. ვერ გეტყოდით? და რო არ მithოვია და მეხმარებით. რო არ მithოვია და მასწრებთ. და აი სიტყვები არ იყო დამთავრებული, რომ მირიამი კეთრით დაიფარა. მეგობრებო, მე არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ კეთრი დღეს არ არის ფიზიკური დაავადება და კეთრით შეიძლება არავინ დაიფაროს. მაგრამ ეს არის ცდუნება, რომელშიდაც ხშირად ჩვენ და უნებურად შეიძლება გავიჭედოთ. იცით? მე წეღანაც ვამბობდი. პასტორი არ არის ღმერთი. პასტორი არ არის სრულყოფილი. თუ მე მეშლება შეიძლება მას შეეშალოს. რა თქმა უნდა. და მე თუ ამაზე ვიქნები, კი, გასაგებია დაემორჩილე, მაგრამ წაშალე. მაგრამ აღარ არის ყველა ძალაუფლებას აქ თავისი ცდუნება. ეს ოჯახურ ძალაუფლებაში. ეხლა ნახეთ, განა ჩვენ არ ვიცით, განა შენ არ იცი, განა მე არ ვიცი, განა თითეულმა არ ვიცით ეს მუხლი ზეპირად ვიცით. მაგრამ სიტუაციაში მოქმედებს? არა. აი უნდა ვეცადოთ რომ მოქმედებდეს. მე მოგიყვებით ერთ ამბავს, მე არ მინდა დრო ბევრი დავკარგო. ერთი ქალბატონი მივიდა თურმე პასტორთან. დაუთხრა რომ მეო ვირწმუნეო ეკლესიაში დავდივარ, დიდება უფალს, აი რა კარგია ეს. ჩემი ქმარიო, ლოთიო, სულ მეჩხუბებაო. სულ აი მეჩხუბება მცემს, აი სახში თავზე მანგრევს ისა ყველაფერს და გადავწყვიტეო რომ მივაგდოო რა, თავი დავანებეო და საერთოდ აღარ მაინტერესებსო, რას აკეთებსო და ესეთი რაღაცა. და პასტორმა თურმე დაარიგა, ნაკვერცხლები ცადეო, უთხრა. ეს ქალი დაფიქრდა თურმე, ნაკვერცხლები არაო, ტაფავ ცადეო, მაგრამ არ გაჭრაო. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ნაკვერცხლებში რა იგულისხმება, როცა ქრისტემ თქვა, რომ ქველმოქმედება გაუწიეთ თქვენს მოძულეებს, დაეხმარეთ თქვენს მაწყევრებს, ამით ნაკვერცხლებს აგროვებთ მათ თავზე. და დაარიგა პასტორმა თურმე და უთხრა, რომ ეცადეს სიკეთეები აკეთო, ეცადეს მიუხედავ და დაემორჩილე და სიკეთე აკეთე. ეს კაცი თურმე მოვიდა სახში, გალეშილი მთვრალი ამოსწრილი, ამ ქალმა გააღო კარები, ამ კაცს გაუკვირდა. ეს ქალი აღარ წევლის. შემოიყვანა თურმე მოდი შეიყვანა თურმე მობანა რაღაცეები გახადა ტანსაცმელი სუფთა ეს კაცი ფიქრობს ეხლა რაღაცას მიწყობსო. იმიტომ რომ ხო იცოდა რომ რა დღეს აყრიდა ხომე ეხლა და ეხლა უკვე აღარ არის ასე. მაგრამ ამ ქალმა გადაწყვიტა მოეთმინა, ბოლომდე მოეთმინა, გათენდა დილა, რო გათენდა დილა და ამ კაცს გაეღვიძა გასუფთავებულ საწოლში. თვალების ფშნეტა დაიწყო სიზმარში ხუარავალო. გაიხედა გვერდზე ტანსაცმელი დაუთოებული, დასუფთავებული, დალაგებული, ადგა თურმე რაღაცას მიწყობსო, ჩაიცვა და წავიდა, მოვიდა გალეშილი ისევ. იგივე განმეორდა. მესამედ, მეოთხედ, მეხუთედ, ერთი თვის განმავლობაში იგივე მეორდება. და ერთი დღეც არის, დილა გათენდა, ეს კაცი გამოვიდა ოთახიდან, წავიდა, მოვიდა ფხიზელი. ამ ქალს ეუბნება, რა გამიკეთეო? ეს ქალი უნდა რა გაგიკეთე? არაფერიო, მიყვარხარ. გაჩუნდიო. არ მელაპარაკო მაგ თემაზე, რა გამიკეთეო? ეს ქალი უნდა არაფერი არ გამიკეთებია, რა გაგიკეთე? სად შემილოცე ეხლა მითხარი ჩქარაო? რა შეგილოცე ეს ქალი უნდა არაფერი, უბრალოდ შენთვის ულოცულობ, მიყვარხარ, ქმარი ხარ ჩემი და
ეს კაცი გავედიო ქუჩაში მთელი დღე მინდა დავლიო და ვერ დავლიეო. რაღაცას ასწაული ხდება, რა გამიკეთე მითხარი. იცი სიყვარულს შეუძლია, სიყვარულს და მორჩილებას ყინულის დადნობა შეუძლია. ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ამიტომ ღმერთი მიტო კი არ ამბობს, რომ ვიღაცის დისკრიმინაციას ეწევა. ცხოვრება არ არის ადვილი, ცხოვრება რთულია. ყველაფერი ისე არ არის ხშირად მე რომ მინდა. მე მახსოვს, როცა ერევანში ვიყავით კონფერენციაზე, იქაც პასტორ ლიძეევს ჰქონდა თემა ძალიან კარგი. როცა ლევიანთა წერილიდან ილაპარაკა, როცა საპირფარეშოში ასწავლიდა ღმერთი ებრაელებს გასვლას, რომ თან წაიღეთ ნიჩაბიო. ეს სიბინძური არ დაყაროთ ბანაკშიო წერია, იმიტომ რომ ღმერთი დადის იქო. გადით ბანაკს გარეთ შორს სადღაც ამოთხარეთ ორმო, განთავისუფლდით და დამარხეთო. ეს სულიერსაც ეხება, მეგობრებო. როცა ესე რაღაც არ მოგეწონა, როცა რაღაცაზე გაბრაზდი, ნუ დაყრი ამ სიბინძურეს ბანაკში. ნუ გამოაშკარავებ, ნუ გაშიშლდები, ნუ გამოხვალ მდგომარეობიდან. შეგიძლია შეკირო ღმერთს, შეგიძლია ილოცო მასთან, ელაპარაკო მას, უთხრა რომ უსამართლობაა ეს ყველაფერი, მაგრამ თუ სული წმინდის მომსმენი იქნები, მოვა სული ღვთისა შენზე და ის დაიწყებს დალაგებას. თუ მომსმენი იქნები, თუ შენ ბრას და ემოციებს მოერევი. მე მქონია ასეთი რაღაცები და მადლობას ვუხდი ღმერთს. მეგობრებო, არის საცდური ყველა ძალაუფლებაში. ერთი პატარა რაღაცა ვთქვი, ოჯახურ ურთიერთობაში, ყველა ოჯახიანები ხართ, ყველას ცოლშვილი და ქმარშვილი გყავთ. მაგრამ რამდენჯერ ხდება მსგავსი შენ ცხოვრებაში და ჩემ ცხოვრებაში? მოდი ვიფიქროთ ამაზე. თითქოს არაფერი. მაგრამ ეს ისეთი დეტალია, აი რა პატარა ცეცხლი წვავს დიდ დღეს. ასე გები. მოდი მეორე, ფინანსური ძალაუფლება. ფინანსებში დევს ძალიან დიდი ძალაუფლება. გასაგებია? იცი, არიან ადამიანები, მე მინახავს ასეთი უამრავი, შემიძლია დავამოწმო ეს, უამრავი, რომლებიც შევიდნენ ფინანსურ ძალაუფლებაში, ისწავლეს ფინანსური სტრუქტურები და მიიღეს წარმატება როგორც ყუზამ, მიიღო წარმატება რაღაცეებში, გაიზარდა ძალაუფლება, როცა ფინანსები იზრდება ძალაუფლება. და უეცრად ძალაუფლების გაზრდას მოყვა მართლობაც. მათ თქვეს და ხშირად არის ეს ადამიანური საცდურია. თუ ეს ავიღე, იცი როგორც ოჯახში არის საცდური, თუ მე ვაკეთებ, მევე გადავწყვიტავ. ეხლა ამას უსმინე კიდე შემოუდია ფეხი ფეხზე და არაფერს არ აკეთებს. და თუ მე ვაკეთებ, მევე გადავწყვიტავ. ეს არის ოჯახური საცდური, ფინანსური საცდური. თუ მე ვიშოვე, მე თვითონვე ვმართავ. თუ მაშოვნინა ღმერთმა იმის დახარჯვასაც შემაძლებინებს. მაგრამ წმინდა წერილს თუ დაუკვირდებით, ნახეთ, ბარნაბა ჩლუნგი იყო? თქვენ როგორ ფიქრობთ? ამ პირველი ქრისტიანები ჩლუნგები იყვნენ? რატო მიდიოდნენ, რატო ყიდნენ სახლებს? საკუთარ სახლებს კი არ ყიდნენ, ზოგმა ასე გაიგო, რომ ქუჩაში რჩებოდნენ. არა, მეგობრებო, იყვნენ მდიდარი ქრისტიანები, ვისაც ჰქონდათ შესაძლებლობა, ჰქონდათ მიწები, ჰქონდათ ბიზნესები და რო ხედავდნენ, რომ იყო საჭიროება ეკლესიაში, რომ სამოციქულო მოგზაურობები იყო, დასაფინანსებელი და სხვადასხვა რაღაცები, ყიდნენ და დებდნენ მოციქულთა ფეხებთან. ეს რას ნიშნავს? რა თვითონ ვერ დახარჯავდნენ? თვითონ ვერ დაარიგებდნენ? ამით ცნობდნენ ღმერთის მიერ დაყენებულ ძალაუფლებას. წმინდა წერილი ამბობს, მე მინდა ეს მუხლით წაგიკითხოთ ჩემო მეგობრებო, ნახეთ. ეს არის მათესახარების 12:33. ან ხეთს ვარგისად სცანით, ან მისი ნაყოფიც. ან ხეთს უვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც, ვინაიდან ხე მისი ნაყოფით შეიცნო. იცი, ცნობა და აღიარება, ესა როცა ცნობს სულში ავტორიტეტს, როცა ცნობს სულში იერარქიას. გასაგები სხვათა შორის, როცა იესო ქრისტე მივიდა გენესარეთის ქვეყანაში, დემონებმა ცნეს, რა გააკეთეს? ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგა.
რა შენ და რა ჩემ და დავითის ისინი ცნობენ სულიერ სამყაროში სულიერ სამყაროში ეს ცნობა არსებობს ძალაუფლების ბალანსი არსებობს ისინი ცნობენ საქმე ის არის რომ ჩვენ მარტო თვალებით ვხედავთ და ხშირად ეს ცნობა არ არის ხშირად ეს აღიარება არ არის და ხშირად არის რაღაც აი უხეში გამოვლინებები რაღაცეებში ამიტომ როცა ბარნაბამ გაყიდა მიწა მოიტანა და დადო მოციქულთა ფეხებთან იმიტომ კი არა რომ თვითონ დახარჯვა არ იცოდა იმიტომ რომ მან იცოდა რომ ესენი ყავს ღმერთს სულიერ ვერტიკალში დაყენებული იცი როგორც პეტრემ უთხრა ანანიას და საფირას გაყიდვის შენაძენით შენი არ იყო და გასაყიდით შენი არ იყო ვინ რა მოგთხოვა მაგრამ თუ ერთი ბაგით აღიარებ და ამბობ რომ შენ ცნობ ღვთიურ ავტორიტეტს მაშინ უნდა შეხვიდე ამ ძალაუფლებაში მაშინ უნდა თქვა რომ მიუხედავად იმისა მე შემიძლია მაგრამ მოდი მე მივანდობ რომ ამათმა გადაწყვიტონ და მე მათ გადაწყვეტილებაში შევალ გასაგებია ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებო სხვათა შორის ცათა სამეფო ამ პრინციპებზე შენდება ცათა სამეფო სიმართლე ეს პრინციპებია გასაგებია ქრისტემ უთხრა რატომ ეძახით უფალო ისინი განა უფალოს არ ეძახოდნენ ისინი განა ლიტურგიას არ ასრულებდნენ განა ღმერთის სიტყვას არ ასწავლიდნენ განა მსახურებაზე არ დადიოდნენ განა არ მარხულობდნენ განა არ ლოცულობდნენ განა არ გალობდნენ მაგრამ იყო იგნორირებული პრინციპები წერილის ინტერპრეტაცია გასაგებია ამიტომ უთხრა რატომ ეძახით უფალო და იმას არ აკეთებთ რასაც გეუბნებით იმ რაღაცეებში არ მომყვებით რასაც გეუბნებით იმ ნიუანსებს არ აქცევთ ყურადღებას რასაც გეუბნებით გასაგებია ამიტომ სული ფინანსურ სამყაროში კიდევ უფრო დიდი საცდურია მე ძალიან ხშირად მომისმენია ფულმა გააფუჭაო ფულმა არავინ არ გააფუჭა ტყუილია არავის არ დაუჯეროთ იმიტომ რომ როცა ფული არ არის მაშინ საშუალება არ არის საკეთო ფული რო არის საშუალება ჩდება სხვათა შორის დავითი ბრძოლაში კი არ ცდუნდა მშვიდობაში ცდუნდა გაჭირვებაში და სიღატაკეში კი არ ცდუნდა თავისუფლებაში და ფუფუნებაში ცდუნდა როცა ძალაუფლების მთელი ხელში ეწირა ჯარი გაგზავნა საბრძოლველად ჯარი ეუბნეოდა რომ შენ დარჩი შენ ერთიო ყველა ჩვენთაგანს გჯობი აქ ცუდი არაფერი არ იყო ის მართალს ამბობდნენ რასაც ამბობდნენ მაგრამ ზუსტად აქ მოვიდა ცდუნება არ მაქვს უფლება ვინც მომეწონება მასთან ვიყო ღმერთს არ უნდა რომ ბედნიერი ვიყო ამიტომ და გადაწყვიტა მე ვის აქვს უფლება მეფე ვარ კანონი ვარ რასაც მინდა იმას გავაკეთებ იცი მე ვჭირდები ეკლესიას ჩემნაირები მილიონი დაიბადება მაგრამ ეკლესიის გარეშე მე ვინ ვარ ღმერთის გარეშე მე ვინ ვარ მოდი ეს ვთქვათ აუ მე ისეთი კარგი ვარ მე ისეთი ნიჭიერი ვარ მე ისეთი ვისგან ხარ მე ეს ყველაფერი მისგან არა ხარ და მის მიერ არ ხარ ასე რომ მე ჩემი შეცვლა შესაძლებელია შენი შეცვლა შესაძლებელია ყველა შეცვლა შესაძლებელია იცი ყოფილან ადამიანები და მე შემიძლია დაგიმოწმოთ და გითხრათ გაგიგონიათ ვინმე იაკობ დაუი გაგიგონიათ ეს სახელი იცით ეს ვინ იყო მასზე ამბობენ რომ არ არსებობდა კაცი ვინმესთვის ელოცა და ის არ განკურნებულიყო არ არსებობდა და ღმერთმა იმხელა წარმატება მისცა მაშინ ისრაელი არ არსებობდა ეს 20-იანი წლები იყო მე-20 საუკუნის ისრაელის სახელმწიფო არ არსებობდა და იმხელა წარმატება მისცა ღმერთმა შეეძლო ფულით ეყიდა ისრაელის მიწა და გადაწყვიტა ეყიდა მთელი ისრაელის მიწა და ქრისტიანული სახელმწიფო დაეფუძნებინა და ეს იყო ყველაზე დიდი საცდური მის ცხოვრებაში და იცი როგორ მოკვდა მარტო მიტოვებული იმას უსახკაროთა თავშესაფარში და თურმე როცა ცუდად იყო ძალიან დაკვდებოდა გვერდზე ლოთი იწვაო ვიღაც ლოთი და გადახედაო და შენ იაკობი არ ხარო ამ ლოთმა უთხრა თურმე გაზეთიდან გიცნობო გაზეთში წამიკითხია შენზე ამბობენ რომ ყველასთვისო ვისთვისაც ლოცულობდიო ინკურნებოდაო გეხვეწები ჩემთვისაც ილოცეო გაიშვირა ხელიო იაკობმა ილოცაო ის კაცი განიკურნა თვითონ გარდაიცვალა მეგობრებო იცი როცა მაცხოვარი ამბობდა რომ ფხიზლად და ფრთხილად იყავი ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ეს ვიღაცები ჩვენს ყოველთვის პრობლემა რაშია იცით წმინდა წერილი ამბობს ბოლო დღეებში მრავალნი განდგებიან რწმენისგან მაგრამ ჩვენ ამას ჩვენ თავზე არასდროს არ ვიღებ სულ ყოველთვის ვიღაცა არის სხვა ეს
მრავალნი განდგებიან აი განდგენ რწმენიდან გამოვიდნენ დაიწყენ ესა ტინგიცაობა იმათ ნუ უყურებ როცა ქრისტემ თქვა რომ ერთი თქვენთაგანი გამცემსო კითხვები რა იყო ნეტა ვინ არის უფალო ვინ არის მივახჩობთ მაგის ნეტა ვინ არის ესე იყო არა მათი კითხვა იყო მე ხომ არა უფალო მე ხო არა ვარ ეს ჩემგან ხო არ იქნება ღმერთო მე ხო არა ჩვენ იმდენად ვარ დარწმუნებული ჩვენ საკუთარ შეხედულებებში პეტრესავით მე საფლავშიც გამოგხვევი იმაზე ღრმადაც ვარ თანახმა წამოვიდე მაგრამ მაგას არ ვიცნობ საერთოდ მეორე დღეს რას გადამეკიდეთ არ ვიცნობ და მორჩა პასტორი ლიძიევიც ლაპარაკობდა მაგაზე მეგობრებო ცათა სამეფო დგას ღვთის სიტყვასთან სიფაქის დამოკიდებულებაზე გასაგებია ამიტომ ძალაუფლებასთან დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანი მე ვატყობ როგორ მოყვება ხოლმე ნიჭს კონტროლი იქვე იცი მე ნიჭი მაქვს და მოდით ახლა მიკმიე არ მიკმევ არაფერი არ იქნება მე ვატყობ როგორ მოყვება ხოლმე საქმეს კარგად ნაკეთებს საქმეს კონტროლი მე ასე შემიძლია მე მომისმენია ეს მეგობრებო როგორც ეკლესიის პასტორს ეს მომისმენია მე ასე შემიძლია და თუ არა და თქვენ მაშინ უკეთესად თქვენ გააკეთეთ ეს რას ნიშნავს იცი არ გავაკეთებ და თავში გვაგიხლიათ იცი ძალიან ხშირად უთქვამთ დღეს ამაზე ვსაუბრობდით არიან უამრავი ორგანიზაცია, მისია, დონორი, რომლებიც ამბობენ, თუ ასე მოიქცევით და გაფინანსებთ. თუ არა და არა. მე შემიძლია სრული გაბედულებით თქვა, ღმერთმა დამიფაროს ეს ვინმე ადამიანს უთხრა. მაგრამ პეტრემ უთხრა სიმონ მოგს, გახსოვთ? რომ მოვიდა სიმონი და უთხრა, აი ფული, მომყიდე ძალაუფლებაო. რომ ჩემი ხელდადებით გადადიოდეს სულიწმინდა. პეტრემ უთხრა, ფული? მიუხედავად იმისა, რომ ფული ძალიან გჭირდება, თქვენ მეკონდეთ თქვენი ფული, თქვენსავე დასაღუპავათო უთხრა. ღმერთი იზრუნებს თავის ეკლესიაზე. მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ. წმინდა წერილი ამბობს, ეს არის თესალონიკელების წერილი. სამართლიანიაო, რომ ჭირით მიეზღოთ თქვენს შემაჭირვებლებსო. ეს რას ნიშნავს? მე რო შემიძლია მოვამზადო საჭმელი და გავბრაზდები რაღაცაზე, გავბრაზდები რომ შენიშვნა მივიღე და ვიტყვი არა უკეთესად შენ თუ იცი შენ გააკეთე შეგიჭირვებთ როცა გაქვს რაღაცა მოცემული ემსახურე უფალ ღმერთს იმ ნიჭით რაც მოცემული გაქვს წეხან ვლაპარაკობდი ლოცვით მსახურებაზე იცი ღმერთი ეძებს თაყვანისმცემლებს ამენ მეთანხმებით იცი ჩვენ შეგვიძლია ღმერთს ველაპარაკო ღმერთო წმინდა ხარ ღმერთო სიყვარული ხარ მაგრამ თუ პასტორს ხელი აუქნიე მერე გინდა მუხლებზე დადექი, გინდა გაერთხე, გინდა ნაგავში დაწექი. მე პასტორს კი არ გელაპარაკებ. არა, საოჯახო ჯგუფის ლიდერს თუ ხელი აუქნიე, მერე როგორც გინდა თაყვანი ეცი, იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს, ვინც თქვენ გღებულობთ, მე მღებულობს. ვინც თქვენ არ ღებულობს, ის მე არ მღებულობს. მე მინახია ხშირად როგორ შეკამათებიან დათოს. იცი რატო? დათოს ხედავენ. მის უკან დგარს კი არა. დათოს ხედავენ. მინახია ხშირად როგორ შეკამათებიან თავის ლიდერს, თავის მსახურს. იმიტომ რომ სამართლიანო ადამიანური სამართლიანობა ასე მოითხოვს. ვინ არის ეს მოსე? რას დაგვაჯდა თავზე, რას გაგვიბატონდა? ვინ კითხავს მაგას? მაგრამ წმინდა წერილი ამბობს, ვინც თქვენ გღებულობთ, მე მღებულობს. მოდი ვცნოთ ძალაუფლება და ვცნოთ ავტორიტეტი. მოდი შევიდეთ ამაში. მე მოგიწოდებთ. მე მაგალითად მინდა მაგალითი გავხდეთ. და პავლე მოციქულიამოს მაგალითი მიეცით ერთმანეთს. თუ ვინმე როდისმე შეძლებს რომ მითხრას, მე სიამოვნებით მოვინანიებ აქვე. თუ როდისმე გამიბედია, პასტორისთვის სიტყვა შემებრუნებია. მე ერთი რაღაცა ვიცი. ის დაადგინა ღმერთმა და მე მინდა მისი ხელები დავიჭირო. კი არ ჩამოუყარო მისი ხელები. ხელებზე და ფეხებზე კი არ ჩამოვეკიდე. და სხვათა შორის იცოდე შენი აქნეული ხელი ხელების ჩამოყრა. შენი კვახე სიტყვა ხელების ჩამოყრა. სხვათა შორის ეს იცოდე. იმიტომ რომ ისინი დაადგინა ღმერთმა. სანით ავტორიტეტი, სანით იერარქია. მივიღოთ ერთმანეთი ქრისტეს გულისთვის და ქრისტეს სახელით. და რაღაცეები ჩვენში
დალაგებას დაიწყებს. თუ გვინდა რომ რაღაცეები არ გაიჭედოს, თუ გვინდა რომ დიდი კურთხევები, რომელიც უნდა მოყვეს სინამდვილეში, სწორ მიმართულებას, არ გადაიკეტოს, არ დამთავრდეს, წერტილები არ იყოს დასმული. და მიზეზად მე ვიღაცეები არ იყვნენ მოყვანილი. ზეწეღანაც თქვი და კიდე ერთხელ გავიმეორებ. თუ უფალია შენ ცხოვრებაში. თუ უფალია შენ ცხოვრებაში. სამყარო რო დაგიპირისპირდეს, გაიმარჯვე. ასე რომ ჩემო ძვირფასებო თემა რასაც ვლაპარაკობ, კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ჟრუანტელის მომრგველი, მაგრამ საყურადღებოა. წმინდა წერილი ამბობს ცოლებზე. მოეპყარითო თქვენ ცოლებს როგორც უძლურეს ჭურჭელს, თუ გინდა რომ ლოცვა არ დაგიბრკოლდეთო, ლოცვა არ დაგიბრკოლდეთო, ამაზე მინდა. ლოცვა ბევრი რამით ბრკოლდება. ლოცვა უხეშობით ბრკოლდება. ლოცვა, იცი, საული ღმერთს არ უსმენდა მსხვერპლს ამრავლებდა. აზრი აღარ აქვს მერე მსხვერპლის გამრავლებას, არც თაყვანისცემას, არც სხვა რამეს. თუ გამოხვედი ძალაუფლებიდან, უფალი ამბობს, ერთი საშუალება ამბობს, უკან უნდა დაბრუნდე და მოინანე. მოდი ვეცადოთ ღვთის სახის ძიებას, მოდი გავითვალისწინოთ, მოდი ვცნოთ ჩვენ შორის, მოდი ვაღიაროთ ჩვენ შორის. და როცა ამას ვცნობ და ვაღიარებთ, როცა ამ დამოკიდებულებებში შევალთ, მაშინ კურთხევით დაფარავს ღმერთი, ჰარმონიით დაფარავს ღმერთი რაღაცეებს.